საინტერესო თემა წამოვწიოთ. რომელიც ეხება ბედნიერებას. ანუ ესეთი კითხვა არის, რა არის ბედნიერება? ანუ რა შეიცავს ბედნიერება? რა არის? რა არის? აი როგორ უნდა ახსნა, რისგან შედგება და ასე შემდეგ რა. ანუ დიდი და საინტერესო კვლევის შედეგად გამოვლინდა რა არის ბედნიერება. ბედნიერება შედგება ასე ვთქვათ სამი ძირითადი ელემენტისგან. შეიძლება ეხა ზოგისთვის ცოტა მეტი იყოს, მაგრამ ძირითადად სამი ელემენტია. პირველი აი უბრალოდ დაფიქრდი და თუ ამოიცნობთ, მე მგონი ვერ ამოიცნობთ. აი ვერც მივხვდებით, აი მეც ვერ მივხვდებოდი, მაგრამ რომ დაუფიქრდება ადამიანი, აი მართლა პირველი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს. პირველი სამი ელემენტისგან შედგება. პირველ ელემენტზე, ანუ ვიტყვი, რა არის ეს? პირველი არის ჯანმრთელობა. პირველი თუ ადამიანს ჯანმრთელობა არ გააჩნია, იქ არანაირ ბედნიერებაზე საუბარი ზედმეტია რა. პირველი არის ჯანმრთელობა. რაც ადამიანს გააჩნია. აი რეალურად ისეა ვითარება, რომ რაღაც ამ ელემენტს ამ მიმართულებას საერთოდ არ ვაქცევთ ყურადღებას. აი როცა ეხლა ჩვენ წარმოვიდგინოთ, ახლა ღმერთმა ყველა გამოაჯანმრთელოს, მაგრამ ადამიანი რომელსაც ჯანმრთელობაზე პრობლემა აქვს, ის ძალიან ცუდ დღეში იმყოფება და იმას რა ვიცი, ახლა ის ფიქრობს, რომ ოღონდ ჯანმრთელი ვიყო, მეტი არაფერი არ არის. პირველი არის ეს. მეორე ელემენტი, რასაც ჯანმრთელობა შეიცავს, აი გაგიკვირდებათ, აი მეც 1000-ს არ მომივიდოდა, რომ ეს არის ეს. მეორე ელემენტი, რომელიც საჭიროა იმისთვის იყო ბედნიერი, ეს არის ხასიათი. ხასიათი არის და როგორ არის ეს ახსნილი რა? ხასიათი რატოა? ეს არის ადამიანის თვითონ ბუნებრივი მდგომარეობა, ხასიათი, როგორ უყურებს რაღაც ვითარებას და ანუ ხასიათიდან გამომდინარეა. აი მაგალითს მოვიყვან რა. როგორ არის ახლა იქ ახსნილი, რომ აი თქვენ გეცოდინებათ ისეთი ხალხის ესეთიც და ეს აი წარმოვიდგინოთ ესეთი რაღაც, ეხლა მეც პატარა მაგალითს მოვიყვან, აი ვთქვათ რეგიონში, სოფლებში, სადაც იმდენად არ არის ახლა ფინანსური, ასე ვთქვათ, ბუმი, ასე ვთქვათ, დიდი ფული არ აქვს, მაგრამ რო უყურებ აი ამ ხალხს, არა აქვთ მაგარი სახლი, არა აქვთ მაგარი მანქანა, ზოგ საერთოდ არ ყავთ, არა აქვთ ახლა იკრა და ხიზილალა და ეხა რესტორნებში ყოველდღე ვერ დადი, მაგრამ იცით რა, უხარიათ ყოველი ვთქვათ, ვიღაცის დაბადების დღე, ვიღაცის რაღაც კეიფი, რაღაცის შეკრეფა, თუნდაც მცირე რაღაც აბედნიერებს. ეს ყველაფერი მოდის თურმე ხასიათიდან. იმიტომ რომ იმათ ესეთი ხასიათი აქვს და ემათ უხარია, მაგრამ არის მეორე ვარიანტი. ნახეთ, დააკვირდით, ადამიანს შეიძლება ანგარიზე ედოს მილიონი ლარი და აუ რა მეშველება, აუ რა ცუდია, ვაიმე რა ცუდი ამინდია, ვაიმე საწავიდე, ვაიმე ეს რა დამემართა, ვაიმე როგორ სივა გარეთ, ვაიმე ეს მეშვიდე ტუფლი თუ რაც შევიძინა, ვაიმე მიჭერს, ვაიმე და ეს სულ ტირიან სუხნეშან, ვაიმე მესამე მსოფლიო მიიწება, ვაიმე იმ პუტინმა რა თქვა, ვაიმე ბაიდენმა რა გააკეთა, ვაიმე ტრამპი, ვაიმე და ვაი მანქანას მოუსვი, მე აი კი მაქვს ახლა 7 მანქანა მყავს, მაგრამ ვაიმე ეს გაიღუნა, ვაიმე იქ მანქანა მაგას არეცხი და წვიმს და რა მეშველება, ვაიმე და უიმე და ეს ყველაფერი მოდის ხასიათიდან. აი ვაიმე მალდივებზე ვარ, მაგრამ ეხლა თვითმფრინავში უნდა ჩადო, ვაიმე ეს თვითმფრინავი რო ჩამოვარდეს, აი რა მეშველება, ვაიმე აი ეს ხიზილა არ არის თქვათ წითელი და მომიტანეს შავი და აუ ეს კონიაკი არ მომწონს, არ არის თქვათ ძველი, ვაი და აი სულ ესეა, ეს ყველაფერი მოდის ხასიათიდან. აი
ეს უარყოფითი ენერგიის ხალხი აიმე და აი მაგარი პონჩი არიან, მაგრად არიან, არაფერი არ აკლიათ, არ შეათ, არ წყურიათ მილიონი და სულ ტირიან ჩხავიათ. აი ეს არის ყველაფერი ხასიათიდან. აი იმით უკმაყოფილო ვარ, აი მან ეს შემოყა, ამან ისე იმასნა, აი ის რას იფიქრებს. ეს აი და სულ არიან აი ამაში, ეს ყველაფერი როცა არის უბრალო ადამიანი, არის დიდი ისეთი, просто მაგარი კაი ხასიათი აქვს, გემრიელი და წყნარად არის, უხარია ის ყოველივე დღე უხარია და ზოგს აი სულ ეშინია ვაიმე იმა ეს და აი სულ ესა ხასიათი. და მესამე ელემენტი ბედნიერებისგან არის ფინანსური მხარე რა. ეხლა ალეგ წინკოვი არის ბიზნესმენი, რომელმაც თან ესეც საინტერესო პიროვნება, რომელმაც რუსეთის და ამერიკის მოქალაქეობაზე ოფიციალურად უარი თქვა, გავიდა ამერიკის მოქალაქეობიდან რუსეთის ესეთ პიროვნება მეორე მსოფლიოში არ არსებობს ყოფილა, რომ ამერიკის მოქალაქეობიდან გასულან ყოფილან ისეთი რუსეთის მოქალაქეობიდან და ეს ორივე მოქალაქეობიდან გავიდა და ნიჭით იშოვა ფული და იმან თქვა საერთაშორისო რომ ხალხს ატყუებენ რომ ფულში არა ბედნიერება და ასე. აი მესამე ელემენტი არის ეს, ну სამწუხაროდ ფინანსების საჭირო ახლა სულ ახლა ვალებში და აკოტრებული ხარ და ესე რაღაცა ცოტა მთლად რთული არის რომ რაღაცა მთლად ბოლომდე იყო ბედნიერი. აი სამი ელემენტი, პირველი ჯანმრთელობა, მეორე ხასიათი, მესამე ფინანსები რა ფული. აი სამიდან არის ეს. აი ეს არის დადგენილი ესე ვთქვათ კვლევებით და იმით რა. რაზეც ბევრი დაეთანხმება, ბევრი არ დაეთანხმება.